ერთად წავიდეთ სინგაპურში და თან გაგიზიარებთ ვიზასა და ქვეყანაში შესვლის შესახებ ინფორმაციას. ტოვებ მალაიზიას და მივემართები სინგაპურისკენ. ამინდიც კი მოწყენილია და წვიმიანი. არ უნდა ჩემი გაშვება. ესეც აეროპორტი. ცოტა ადრე მომიწია მოსვლა და სანამ ჩემი ფრენის დრო მოვა ვისაუზმებ ბარემ. ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ მაკდონალდს მივადექ. სხვათა შორის აზიაში საათების მიხედვით აქვს სხვადასხვა მენიუ. აი ასეთი კათმის ბრექვესტ ბურგერი შევუკვეთე კვერცხით და კარტოფილის კოტლეტით. ცუდი არ იყო. ასევე აზიაში ძალიან უყვართ მაკის მენიუში ნაციონალური კერძების ჩამატება. აი ეს მაგალითად ამათი ნაციონალური კერძია. წარმოიდგინეთ ჩვენთან მაგში რომ შევხვალ და კალიან ჩახოხბილი დაგხვდეს. ხომ არ მოვითხოვოთ? აი ხომ ვიცოდი რომ ამდენ ქვეყანაში მომიწევ და ამის ხელით თრევა და რატომ ვიყიდე? აეროპორტი უკვე სახლივით მაქვს ჩემი ბალიშით და პლედით დავდივარ. შემდეგში ალბათ უკვე პიჟამოებსაც ჩავიცვა. სინგაპურის ბილეთები უიაფესად ვიყიდე. ისევ Air Asia-ზე. ერთი ადამიანი $15 დამიჯდა და სულ რაღაც 1 საათიანი ფრენის შემდეგ დავეშვი მსოფლიოში ნომერ 1 სინგაპურის ჩანგის ცნობილ აეროპორტში. მას ცალკე ვლოგში დაგათვალიერებინებთ. აეროპორტიდან რომ გრძნობა სხვა სამყარო. აი ისეთი ქვეყანაა სინგაპური. მინდა გითხრათ რომ სინგაპურში 96 საათი არ გჭირდება ვიზა და რომ ჩახვალთ აეროპორტში იქვე შეავსებ. აი ასეთი აიპადებია შეიყვანთ თქვენს მონაცემებს და სულ ესაა. ასევე იქვე დგანან თანამშრომლები და თუ რამეს ვერ გაიგებთ ყველას ეხმარებიან. გაითვალისწინეთ აუცილებლად დაგჭირდებათ გასაფრენი ბილეთის ჩვენება. ავიღოთ ჩემოდანი და წავედით. სინგაპური სხვა აზიურ ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ ძვირია. ამიტომ აქ ტაქსისგან თავი შევიკავეთ. საკმაოდ გამართული სატრანსპორტო სისტემა აქვთ და ავტობუსით გავემართე ქალაქისკენ, სადაც უმარტივესად ბანკის პლასტიკური ბარათით იხდი შესვლისას. თბილისში როგორც არის, ზუსტად ეგ პრინციპია. ჩვენგან გადაიღეს ალბათ. ესეც ჩემი სასტუმრო, პატარა და მოკრძალე. ბარემ ჩემს ნომერშიც შემოგაჭყიდებთ, საკმაოდ პატარაა, თუმცა სუფთა, რაც ყველაზე მთავარია. დავისვენებ და შემდეგი ვლოგები უკვე სინგაპურიდან მექნება. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერივართ, გამომიწერე რომ არ გამოგრჩეს ახალი ვლოგები. აბა დროებით.